ძვირფასო თანამემამულეებო, მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო საკითხზე, რომელიც შეეხება ერთიანი ევროპული არმიის იდეას, კონცეფციას. ამ თემასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე კიდევ განცხადება გაკეთდა, კერძოდ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის ნიკოს დენდიასის განცხადებები არის, რომელიც მხარს უჭერს ამ კონცეფციას და იდეას ერთიანი ევროპული არმიის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების შესახებ და შესაბამისად გაჩნდა ასეთი კითხვა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ თქვენთან ერთად გვისაუბრია საბერძნეთის უსაფრთხოების კონცეფციაზე, რომელიც შეეხება ერთი მხრივ თურქეთისგან მომდინარე საფრთხეებს, მათი განზომილებიდან გამომდინარე, გარდა ამისა საბერძნეთ-კვიპროსის ურთიერთობების კონტექსტს და კვიპროსზე შექმნილ ვითარებას და ასევე პრინციპში ჩვენ ვისაუბრეთ საბერძნეთ-კვიპროს ისრაელის სამხრივ ასეთ შეთანხმებაზე და აქედან გამომდინარე გარკვეულწილად ჩვენს იმ ანალიტიკურ მასალას კიდევ უფრო გააფართოვებს დღევანდელი მსჯელობა საბერძნეთის სურვილზე, მაგრამ ეს არ არის საბერძნეთის საკითხი მხოლოდ. ნამდვილად, ეს არის მთელი ევროპული კონტინენტის საკითხი, რომელიც დიდი ხანია განიხილება, ჩერჩილიდან დაწყებული და ახლა ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამას რა თქმა უნდა ასევე უშუალო კავშირი აქვს საქართველოსთან, ასევე სომხეთთან, იმ ქვეყნებთან, რომლებიც ასევე არიან ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და განიხილავენ საკუთარ პოტენციურ წევრობას ევროპულ გაერთიანებაში. საქართველოში ეს კონსტიტუციაში გვიწერია 78 მუხლში, სომხეთმა ახლახანს მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ორივე ქვეყანაში სხვადასხვა დოზით მიმდინარეობს ეს დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ უსაფრთხოების საკითხის განხილვა ევროპულ ცივილიზაციურ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვისაც და ჩვენ რეგიონშიც უნდა ეს საკითხები იყოს აქტუალური. მოდით გადავიდეთ უშუალოდ საკითხზე და დავიწყებ რა თქმა უნდა მცირე მიმოხილვით თუ ეს საკითხი როდიდან დაიწყო საერთოდ და როგორ მოვედით დღემდე, რა მსჯელობა მიმდინარეობს ერთიანი ევროპული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების შესახებ. თუმცა მანამ დავიწყებთ, გთხოვთ რომ აუცილებლად მოიწონოთ და ალაიქოთ ეს ვიდეო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არხის შემდგომი განვითარებისთვის და ხელს უწყობს ასეთი ვიდეოების მომზადებას ჩემს მიერ. ასევე დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ შეტყობინებები და შეგიძლიათ გააზიაროთ ეს ანალიზი. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მადლობა ყველას, ვინც ამას აკეთებს. გადავიდეთ უშუალოდ თემაზე და გეტყვით, რომ ერთიანი ევროპული არმიის ჩამოყალიბების იდეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა. ვინსტონ ჩერჩილის ცნობილი განცხადება გვახსოვს 1950 წელს 11 აგვისტოს, როდესაც ევროსაბჭოს სხდომაზე დააყენა საკითხი, ესე იგი კონკრეტულად ევროპული ჯარის, რომელიც ევროპულ დემოკრატიას დაექვემდებარება ჩამოყალიბების შესახებ და იმ დროს ეს უკავშირდებოდა ასევე გერმანიის პოტენციურ ჩართვას. გერმანია ჯერ კიდევ იყო ძალიან რთულ ვითარებაში და ჩვენ ვიცით როგორ ვითარდებოდა გერმანიის მიმართულებით პროცესები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აქ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად ეს დასავლეთ ევროპის სამხედრო კავშირი უნდა ყოფილიყო და მისი მიზანი უნდა ყოფილიყო, რომ მხოლოდ შეერთებული შტატების იმედად ევროპული ქვეყნები არ ყოფილიყვნენ. და რეალურად ჩერჩილის იდეა საპასუხოდ საფრანგეთმა ასეთი იდეა შესთავაზა პლევენის გეგმა 1950 წლის ოქტომბერში, რომელიც გულისხმობდა ევროპული თავდაცვითი საზოგადოების ან გაერთიანების, უფრო სწორი ტერმინი იქნება, შექმნას, სადაც სრულად ინტეგრირებული 6 ქვეყანა უნდა ყოფილიყო. ეს არის საფრანგეთი, დასავლეთ გერმანია, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი, რომელსაც უნდა ყოლოდა ერთიანი, ესე იგი კონკრეტული ერთიანი მეთაურობა, ანუ სამხედრო შტაბი და ბიუჯეტი და პრაქტიკულად ერთი შეიარაღებული ძალები უნდა ყოფილიყვნენ. ამის შესახებ შეთანხმება 1952 წელს დაიდო
და რეალურად ერთადერთი დაბრკოლება გახდა 1954 წელს საფრანგეთის პარლამენტის მიერ უარი ამ საკითხის რატიფიცირებაზე. და რეალურად აქედან პრაქტიკულად ჩვენ გავიდა 40 წელი, სანამ საკითხის ხელახლა აქტუალიზაცია მოხდა. ძირითადი განხილვა ამ პერიოდში უკავშირდებოდა სწორედ და უკვე ეკონომიკურ მდგენელს ევროკავშირში თანამშრომლობის და იმ ევროპულ სტრუქტურებში ჯერ ბოლომდე ევროკავშირიც არ ერქვა, თუმცა ევროპული ინტეგრაციის პროცესი. 1992 წელს მაასტრიხის შეთანხმებით შეიქმნა ერთობლივი უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლითაც და იწყება პრაქტიკულად ევროკავშირში პირველი თანამშრომლობა უსაფრთხოების მიმართულებით. და 1999 წელს უკვე ჩამოყალიბდა პირველი სამხედრო დაგეგმარების განყოფილება ევროკავშირში და დაიწყო ევროკავშირის სპეციალური მისიები, მაგალითად, ესე იგი, ბალკანების მიმართულებით და ასევე აფრიკაში. 2009 წელს ლისაბონის შეთანხმებით რეალურად საკმაოდ წინ წავიდნენ მხარეები, შეიქმნა ურთიერთდახმარების კონცეფცია ევროკავშირის წევრებს შორის. ეს რა თქმა უნდა არ არის ნატოს კონცეფტი მეხუთე მუხლი, სადაც თავდასხმა ერთ ქვეყანაზე ნიშნავს თავდასხმას ყველა წევრ ქვეყანაზე, თუმცა 2009 წლის კონცეფტი თავისი არსით ნიშნავს, ესე იგი, თანამშრომლობის ვალდებულებას ნებისმიერი ასეთი საფრთხის და რისკის შემთხვევაში ერთი კონკრეტული ქვეყნის მიმართულებით. და 2017 წელს უკვე 23 ქვეყანამ 27-დან ხელი მოაწერა პესკოს ასეთ შეთანხმებას, ეს არის მუდმივი სტრუქტურიზებული თანამშრომლობის შეთანხმება და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთობლივი ევროპული არმიის მიმართულებით. ახლა უკვე თქვენთან ერთად გადმოვინაცვლებთ სხვა მიმართულებით და ვისაუბრებთ დღეის მდგომარეობით არსებულ ვითარებაზე და ძალიან საინტერესო, რა თქმა უნდა, საკითხი არის ესეც. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 2022 წლის თებერვალში, ამის შემდეგ ევროპულ დედაქალაქებში და ქვეყნებში ესეთი გარკვეულწილად გაღვიძების ნიშანი გახდა, მათ შორის სამხედრო უსაფრთხოების კომპონენტით და პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ამ კუთხით გახდა საფრანგეთი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრინციპში ღიად გამოაცხადა, რომ ევროპას უნდა კონდეს თავისი ავტონომია შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების მიმართულებით და ჯერ კიდევ 2017 წელს მაკრონი საუბრობდა ასეთი ავტონომიური შეიარაღებული ძალების შექმნის მნიშვნელობაზე ევროპაში. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ შემდგომ 2018 და 2019 წლებში მაკრონი სკეპტიკურად უყურებდა ნატოს როლს, აცხადებდა, რომ პრაქტიკულად დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ნატო დასუსტდა გარკვეულწილად, ნატოს ინსტიტუციები და ნატოს გარანტიები გარკვეულწილად, მაგრამ შემდეგ 2023 წელს მაკრონმა ლე-ბურჟეში გამართული შეხვედრის ფარგლებში 20 ევროპულ ქვეყანას მოუწოდა და არწმუნებდა, რომ საჭირო არის ევროპული ერთობლივი სააერო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება და ამერიკულ იარაღზე ნაკლები დამოკიდებულება, ანუ პრაქტიკულად ალტერნატიული ევროპული ტიპის იარაღის ჩამოყალიბება. თუმცა იმ დროს 2023 წელს ეს მხარდაჭერა რეალურად ნაკლები აღმოჩნდა ევროკავშირის დანარჩენი წევრებისგან და რეალურად გერმანია მაგალითად იმის ნაცვლად, რომ ამ გზით წასულიყო, რეალურად შექმნა გერმანიამ ასეთი საერო თავდაცვის კომპონენტი European Sky Shield ქვია 16 ქვეყანასთან ერთად და რეალურად გულისხმობს ამერიკული და ისრაელური სააერო თავდაცვის სისტემების მასშტაბური შეძენის პროცესს და რეალურად გარკვეულწილად ამან ჩაანაცვლა საფრანგეთის იდეა ერთობლივი ფრანგული არა მხოლოდ ფრანგული, ევროპული, მაგრამ ფრანგებს გააჩნიათ საუკეთესო პრინციპში ტექნოლოგიური ბაზა, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში და პრაქტიკულად ამის ჩანაცვლება მოხდა.
გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია მხარს უჭერს ამ კონცეფციას ევროპის გაძლიერების, ამავდროულად რეალურად ბუნდესვერმა, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს 100 მილიარდი ევროს მიმართულებით ახალ ინვესტიციებზე შეიარაღებაში და რეალურად ეს თანხები წავა F-35-ების შეძენის მიმართულებით, ასევე საერო თავდაცვის სისტემების მიმართულებით, თუმცა ამერიკული და რეალურად ფრანგები უკმაყოფილო არიან ამით, რადგან ძირითადი მიმართულება ერთობლივი ევროპული გერმანულ-ფრანგული ასეთი თვითმფრინავის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოყალიბების პრინციპში წინ არ მიდის, ისე როგორც ერთობლივი ტანკის პროგრამაც ამ მომენტისთვის არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც უნდა ყოფილიყო. და რეალურად უნდა ვთქვათ, რომ ეს გახდა გარკვეულწილად პოლიტიკურ დონეზე გერმანიასა და საფრანგეთს შორის ასეთი დაძაბულობის მიზეზი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ ერთობლივი არმიის ჩამოყალიბების იდეას. დღევანდელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი პრაქტიკულად საგარეო სამსახურის ხელმძღვანელი კაია კალასი აცხადებს, რომ ევროპული არმიის ჩამოყალიბება საკმაოდ იმ დროს აცხადებდა, როცა იყო ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, საკმაოდ სახიფათოა, რადგან შეუძლია დაარღვიოს ის ბალანსი, რომელიც ჩამოყალიბებულია ნატოს ფარგლებში, ანუ გარკვეულწილად ნატოს განარსებული მოლოდინების შეცვალოს და ამავდროულად იგივე პოზიციას იზიარებენ რეალურად პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და რუმინეთი, თვლიან, რომ ამას შეუძლია დაასუსტოს აქეთ, თუ ერთიან ჯარს ჩამოაყალიბებენ, დაასუსტოს ეს ევროპული უსაფრთხოების კომპონენტი. ამაში არ გულისხმობთ ცხადია მეტ ინვესტიციებს ევროპელების მხრიდან უსაფრთხოებაში, ანუ აქ ორი სხვადასხვა საკითხი განიხილება. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ 2025 წელს აღნიშნა, რომ ერთობლივი ჯარის ჩამოყალიბება წარმოუდგენელი ეჩვენება, იმ გაგებით, რომ ეროვნულ ჯარზე უარი თქვან, ამ ეტაპზე მაინც ეს არ განიხილება, მაგრამ ამის ნაცვლად პოლონეთი აპირებს ევროკავშირის ფარგლებშიც მეტ თანამშრომლობის მექანიზმების შექმნას და მათ შორის ეს უნდა გულისხმობდეს კერძოდ ისეთ თანამშრომლობას, რომელიც ესე იგი ჩამოყალიბებული იქნება და დაკავშირებული იქნება პოლონეთის ყველაზე დიდ სახმელეთო ქვეყანად რო ჩამოყალიბდეს ყველაზე დიდი ჯარის მქონე. პრინციპში რომ ვთქვათ, მაგალითად ესპანეთი საკმაოდ აქტიურად უჭერს მხარს ამ იდეას, თუმცა გასაგებია, რომ ნაკლებად არის დაინტერესებული ამ საკითხებით, იქედან გამომდინარე, რომ ნაკლებად ეხება ეს უსაფრთხოების პრობლემები. ამ კუთხით, თუმცა ესპანეთს მაგალითად და იტალიას სამხრეთის მიმართულების პრობლემები აინტერესებთ საკმაოდ, ანუ ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე პროცესები და იქედან გარკვეული გადაადგილება მათ შორის იქნება ეს ტერორისტების, დევნილების და ასე შემდეგ. მოკლედ, სამხრეთის მიმართულება არის ცალკე. ამ მომენტისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე ვერსია განიხილება და უნდა ვთქვათ, რომ თუ საუბრობთ კონკრეტულად ერთიან ევროპულ ჯარზე, მაშინ უნდა შეიქმნას ერთობლივი გენერალური შტაბი, რომელიც ბრძანებებს გასცემს ამ მიმართულებით. და ერთობლივი აი ასეთი შტაბის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ასეთი სტრუქტურის ფუნქციონირება. ამ მომენტისთვის მაგალითად თუნდაც ის სტრუქტურები, რომლებიც მუშაობენ ევროკავშირის ფარგლებში, ემორჩილებიან ბერლინ პლუს პროგრამის ფარგლებში რეალურად ნატოს ძირითად სტრუქტურას და ეს არის ძალიან ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი. კაია კალასის შეშფოთების ან ასე ვთქვათ, დამოუკიდებულების უცნაური პოზიცია უკავშირდებოდა იმას, რომ თუ ორი სისტემა ჩამოყალიბდება ბრძანებების გაცემის, მაშინ შესაძლოა ამან გამოიწვიოს პირდაპირ ვთქვათ არეულობა იმაში, თუ რა პრინციპები და რა პრიორიტეტები უნდა იყოს კონკრეტულად მართვის მიმართულებით ჯარების. ასევე უნდა ვთქვათ, რომ რა ძალებზე არის საუბარი, ერთობლივი ჯარების ჩამოყალიბება, რა თქმა უნდა მოიცავდეს
ჯარების გაერთიანებას ფიზიკურს, თუმცა რადგანაც მაგ იდეაზე ჯერ მხარეები ვერ თანხმდებიან, ეხლა არსებობს უკვე რამდენიმე ესეთი კონკრეტული შესაძლებლობა. კერძოდ არსებობს ისედაც Eurocorps ესეთი შესაძლებლობა, ანუ კონკრეტული სტრუქტურა, ფრანგები, გერმანელები, ესპანელები და ბელგიელები არიან, სამხედრო კორპუსი არის. ისევე როგორც ნატოს ფარგლებში არსებობს კონკრეტული ბრიგადა, ჩრდილო აღმოსავლეთი ქვია მას, პოლონეთში არის განლაგებული, სადაც გერმანელები და ჰოლანდიელებიც არიან ჩართული აქტიურად. ეს შეიძლება გულისხმობდეს ასევე გარკვეულწილად საერო ძალების გაერთიანებას კონკრეტული მიმართულებებით, სადაც ეს საჭირო იქნება საზღვაო ძალების მეტ კოორდინაციას და ასე შემდეგ. ანუ ევროკავშირი გეგმავს 2025 წლისთვის გეგმავდა და შექმნა და ზოგადად გეგმავს სწრაფი რეაგირების ძალების ჩამოყალიბებას. ანუ დაახლოებით სწრაფი რეაგირების ძალები უნდა იყოს ერთობლივი ასეთი სპეცრაზმი, რომელიც ხელს არ შეუშლის ძირითად ეროვნულ შეიარაღებულ ძალებს. ამის ნაცვლად კი ჩამოაყალიბებს ასეთ სწრაფ ძალებს, ვისაც შეიძლება მათ შორის თანამშრომლობა როგორც ხმელეთზე, ასევე ფლოტის მიმართულება იქნება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო ამ კუთხით, რადგანაც ზღვაში თანამშრომლობისთვისაც კოორდინაცია ძალიან ჭირდებათ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა და ცოტა გადავუხვიოთ ამ საკითხს, უკავშირდება ბიუჯეტს. ბიუჯეტის მიმართულებით პრინციპში ერთობლივი ბიუჯეტი დღეს ევროპულ ქვეყნებს სამხედრო მიმართულებით არ გააჩნიათ და ერთიანი ჯარი ასევე მოითხოვს ერთობლივ ბიუჯეტს. აქ პრობლემა იმაშია, რომ მაგალითად ირლანდია 0.3 ხარჯავს თავკუსარი მშპ-დან, ესე იგი, კონკრეტულად თავდაცვის მიმართულებით, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, როგორც არის პოლონეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი 3%-ზე მეტ. შესაბამისად, რომ აქედან დავასკვნათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელი არის გათანაბრება ბიუჯეტების ეს გასაგებია და ამიტომ საკმაოდ პრობლემურია ერთიანი ბიუჯეტის შექმნა. თუმცა ევროკავშირს ასევე აქვს სხვა გეზი ამ მიმართულებითაც და ქმნიან ერთობლივ თავდაცვის ფონდს 8 მილიარდი ევრო არის უკვე გამოყოფილი, სადაც ძირითადად ერთობლივი თანამშრომლობის გარკვეული და კვლევების და შესწავლის გარკვეული სისტემები ჩამოყალიბდა, მათ შორის ერთობლივი იარაღის არათუ წარმოების, არამედ რეალურად გარკვეული მონახაზების მომზადების და იარაღის სახეობების ასე იგი განხილვის, როგორ შეიძლება გაერთიანდეს და ასე შემდეგ. პარიზი აქაც აწვება, პარიზი საკმაოდ აქტიურად იდეას, რომ უნდა მოხდეს ევროპელების მიერ კონცეფციის შემოღება, ევროპელები ყიდულობენ ევროპულს, ანუ საფრანგეთს უნდა რომ რაც შეიძლება მეტი ევროპული წარმოება ჩამოყალიბდეს სწორედ გულისხმობ კონკრეტულად შეიარაღების მიმართულებით და ეს საკმაოდ საინტერესო არის. ანუ რომ მოხდეს ინტეგრაცია მათ შორის მათი თავდაცვის შესაძლებლობების, მათი სამხედრო კომპონენტების და ასე შემდეგ. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება. თუმცა ამ მომენტისთვის რეალურად ეს ვერ ხერხდება და ევროპული ქვეყნების მათ შორის სამხედრო შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი არის დამოკიდებული კონკრეტულად, ესე იგი, შეერთებული შტატების შეიარაღებაზე და ეს რჩება ერთ-ერთ სერიოზულ საკითხად, ანუ ავტონომიის მიღწევა ამ მიმართულებით ჯერჯერობით პრაქტიკულად შეუძლებელი არის ევროპელებისთვის. თუმცა გრძელვადიანად გასაგებია, რომ ევროპელებს სურთ ეს ავტონომია, რომ მიიღონ მათ შორის იარაღის წარმოებაში და გასაგებია, რომ ესეთი ერთბაშად ერთიანი შეიარაღებული ძალები ვერ ჩამოყალიბდება, მაგრამ აშკარად ინტეგრაციული მიმართულებები თავდაცვის სფეროს სულ უფრო მეტი ინტეგრაცია არის დღის წესრიგში. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპე კავო დრაგონე 2024 წელს აცხადებდა, რომ არ უჭერს მხარს ერთიან ევროპულ არმიას, ესეთ იდეას, თუმცა ამავდროულად ეხლა მაგალითად ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროკავშირს, ევროპულ ქვეყნებს უნდა ესმოდეთ, რომ შეერთებული შტატების გარეშე საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ გამოუვათ, თუმცა ეს აღნიშნავს იმას, რომ არ უნდა გააძლიერონ პირიქით, უნდა გააძლიერონ საკუთარი კონკრეტული
შესაძლებლობები და საკუთარი კონკრეტული ინვესტიციები მათ შორის ამ მიმართულებით. რადგანაც საკითხი პრინციპში ფართოა და საკითხი არის ძალიან საკმაოდ მნიშვნელოვანი. მე ახლა შევეცდები აქ გაგაცნოთ მათ შორის ისეთი კომპონენტი, რომელიც უკავშირდება ლოგიკურ ახსნას, თუ რატომ სჭირდებათ რეალურად ევროპელებს ასეთი ავტონომია. ნახეთ, დღეის მდგომარეობით ევროკავშირის ქვეყნები 27 ქვეყანა რეალურად დაახლოებით მათი ჯარი ერთობლივი არის 1,5 მილიონ ადამიანი, რუსული ჯარი არის 1,000,000 ადამიანი, ხოლო ამერიკული ჯარი არის 1,400,000 ადამიანი. ანუ რეალურად ევროპელებს ყველაზე დიდი ჯარი გააჩნიათ, თუმცა თუ შევადარებთ მაგალითად ევროპის ხარჯს ასევე რუსეთთან 4-ჯერ მეტი იყო 23 წელს, ეხლა არის უზარმაზარი პრინციპში მაჩვენებელი ბიუჯეტი 350 მილიარდზე მეტი და ჩინეთს უკვე უსწრებს ევროკავშირი საკუთარი ერთობლივი ხარჯებით. თუმცა შეერთებული შტატების ხარჯი არის დაახლოებით ტრილიონი დოლარი, ევროკავშირის ხარჯი 400 მილიარდამდე, ხოლო ჩინეთის 300, რუსეთის კი 100 მილიარდი, ანუ 4-ჯერ მეტი აქვს ევროკავშირის რუსეთის ბიუჯეტის და რეალურად პრინციპში შეგვიძლია თქვა 30%-ით მეტი ვიდრე ჩინეთის ბიუჯეტი, თუმცა ამერიკულ ბიუჯეტს ჩამორჩება დაახლოებით 3-ჯერ, მაინც ამერიკელების ბიუჯეტი არის უზარმაზარი და ევროპელებს სჭირდებათ ლოგიკურად 3-ჯერ სამხედრო ხარჯების გაზრდა იმისთვის, რომ იგივე რაოდენობის ჯარი ყავთ, რომ ამერიკელებსაც აქვთ და ამ რაოდენობაში, რომ იგივე ინვესტიციები ჩადონ, მათ სჭირდებათ რეალურად, ასე ვთქვათ, 3-ჯერ გაზრდა საკუთარი სამხედრო ხარჯების. და რა თქმა უნდა, ხარჯების გაზრდა არ არის მარტო საკმარისი, ქვეყნებს ჯერ კიდევ გააჩნიათ ასე იგი სხვადასხვა კალიბრის, მათ შორის შეიარაღება, სხვადასხვა სტანდარტის და სჭირდებათ ამიტომ ერთობლივი გარკვეულწილად უნიფიკაცია სტანდარტების, კალიბრის, შესაძლებლობების და ასე შემდეგ. მათ შორის საჭირო არის მათი სამხედრო წარმოების ინტეგრაცია. ეს ინტეგრაცია არის პრინციპში შეერთებული შტატებში, იმიტომ რომ ერთი ქვეყანაა. ევროკავშირში რომ არ არის ერთი ქვეყანა, ეს ინტეგრაცია არ არსებობს ბოლომდე და ამის საჭიროება ნათლად იკვეთება. ევროკავშირს რა თქმა უნდა ასევე აძლიერებს ის, რომ საფრანგეთი და ამიტომაც აქტიურობს საფრანგეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა ბირთვული სტატუსით. საფრანგეთს გააჩნია 290 ბირთვული იარაღი, ხოლო გაერთიანებულ სამეფოს 225 და შეერთებულ შტატებს 100 განთავსებული აქვს, 100 აქვს განთავსებული ევროპაში. ანუ აქ რომ ნახოთ რეალურად 3 ეს მოთამაშე არის ევროპულ კონტინენტზე აი ამ ბირთვული იარაღის კომპონენტით ყველაზე სერიოზული უსაფრთხოების გარანტორი. და ევროკავშირის ჯარს პრინციპში ბირთვული პოტენციალი ექნებოდა შეერთებული შტატების რომ არ იყოს საფრანგეთის დახმარებით. ამ პროცესებში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რესურსები რეალურად გააჩნიათ, რომ ერთობლივი წარმოება ჰქონდეთ. თვითმფრინავის ნავების, ასე შემდეგ, საერო თავდაცვის ანუ ეს ყველაფერი არის პოტენციურად ძალიან საინტერესო და შესაძლებელი ამ ყველაფრის მიღწევა. აქ საჭიროა მეტი პოლიტიკური ინტეგრაცია რეალურად ამ კუთხით და პრინციპში ამ მიმართულებით უკვე პირველი ნაბიჯები არის. 2023 წელს პირველად გაიმართა ევროკავშირის წვრთნები Rapid Deployment Capacity Exercise, რომელიც პრინციპში აი ევროკავშირის წვრთნებს გულისხმობდა და ჟოზეფ ბორელი აცხადებდა, რომ ეს არის ახალი ნაბიჯი ევროკავშირის სამხედრო თანამშრომლობაში. ასევე ძირითადად ზღვაზე ძალიან თანამშრომლობენ აქტიურად მხარეები და ამ მომენტისთვის იდეა არის იმაში, რომ შექმნან ისეთი ერთობლივი შეიარაღებული ძალები, სტრუქტურა, რომელიც ნატოს არ ჩაანაცვლებს, არამედ გარკვეულწილად შეავსებს იმ დანაკლისს, რომელიც ნატოსგან შეიძლება არსებობდეს. კერძოდ, ევროკავშირის საზღვრების დაცვის კიდევ უფრო ეფექტური მექანიზმი, განსაკუთრებით სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით,
გარდა ამისა, პრინციპში ასეთი სამშვიდობო მისიების და სადამკვირვებლო მისიების უზრუნველყოფა და შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მერე ფუნქციონირებს ასეთი კონკრეტულად ევროკავშირის მისია სადამკვირვებლო ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან ადმინისტრაციულ საზღვრებზე. სომხეთში ასევე ფუნქციონირებს 2023 წლიდან, როდესაც აზერბაიჯანი შეიჭრა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებით. მცირე სასაზღვრო მიმართულებები იგულისხმება და ეფექტურად ფუნქციონირებენ პრინციპში აქაც ჩვენს რეგიონშიც. და ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირს, ევროპას შეუძლია მიაღწიოს იმას, რომ გახდეს მსოფლიო დონის მოთამაშე სამხედრო მიმართულებით, შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან ერთად, პრინციპში უკვე გარკვეულწილად არის ამ კუთხით მეორე მოთამაშე სამხედრო ხარჯებით, მაგრამ საჭიროა მეტი ინტეგრაცია, მეტი მომზადება და რეალურად დონალდ ტრამპის ქმედებები გარკვეულწილად ამას ეხმარებიან, როდესაც საუბრობს გრენლანდიაზე, რასაც ვისაუბრია თქვენთან ერთად, როდესაც საუბრობს სხვა საკითხებზე, უფრო აღვიძებს ევროპელებს, რომ მეტი გააკეთონ და სოციალური სახელმწიფოების მშენებლობის პარალელურად სამხედრო შეიარაღება არ დაავიწყდეთ, რომელიც არის ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულება ამ კუთხით. ვფიქრობ, რომ ეს მიმოხილვა მნიშვნელოვანი არის იმ კუთხით, რომ აი საქართველოსთვისაც, რაც უფრო ევროპა იქნება სუბიექტი და რა თქმა უნდა, მე არ გავაკეთებ კომენტარს იმ განცხადებებზე, რომელიც შეურაცხმყოფელი არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ძირითადად, რატომღაც მას აქვს ეს ფუნქცია, როლი, თუმცა პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც პაპუაშვილის და კობახიძის განცხადებები, რომელიც უკავშირდება კონკრეტულად ევროკავშირის გარკვეულ დასვლას, სისუსტეს, სუბიექტობის დაკარგვას და ასე შემდეგ, ხოს ამას 400 მილიარდ დოლარზე აქვთ ხარჯები სამხედრო, მეორე ადგილზე არიან და ჯარის მდგენელით ამერიკის ტოლი ჯარი აქვთ რეალურად უკვე და ამ ყველაფრის პირიქით გაზრდაზე და გაძლიერებაზე არის საუბარი. ბირთვული იარაღიც აქვთ, ტექნოლოგიებიც აქვთ და ასე შემდეგ. ამერიკასთან კონკურენციის ამბავში გასაგებია, რომ ვერ უწევენ ჯერ, მაგრამ მათი მეტოქე არ არის ამერიკა, მათი მეტოქე არის რუსეთი, ჩინეთი და კიდევ აქ საინტერესო არის, რომ რატო დავიწყე იმით, რომ საბერძნეთს უნდა ეს განსაკუთრებით, იმიტომ რომ საბერძნეთი ხედავს თურქეთის მიმართულებითაც გარკვეულ საფრთხეებს, იქნება ეს მათ შორის კვიპროსზე, სადაც ჩრდილოეთ კვიპროსი ოკუპირებულია თურქეთის მიერ, თუ იქნება ეს ეგეოსის ზღვაში, სადაც პრინციპში გარკვეული სერიოზული დაპირისპირება არის თურქეთსა და საბერძნეთს შორის და მათ ინტერესებზე. ამაზე ცალკე ანალიზი ქონდა მომზადებული და აქ იქნება ასევე ბმული. შესაბამისად, საბერძნეთის ინტერესი გასაგებია, საბერძნეთს უნდა რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყანაც აქტიურად ჩართოს აი ამ პროცესში და თურქეთისგან უფრო დაცული რომ იყოს ნებისმიერი სცენარისგან, ამიტომ გარკვეულწილად ეს თურქეთსაც ეხება, რუსეთსაც ეხება, თურქეთსაც ეხება, ჩინეთსაც ეხება. სხვა ქვეყნებს ხომ მით უმეტეს, ანუ ირანს ისედაც გასაგებია უბრალოდ ახლოს არ არის. თუმცა ახალი რაკეტებით ირანს შეუძლია ევროპის დაბომბვაც რეალურად თეორიაში ახალი ბალისტიკური რაკეტებით და შესაბამისად ეს რა თქმა უნდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასაც ეხება კვიპროსს. ამიტომ საკითხი არის ფართო. საქართველოს და სომხეთს პატარა ორ კომპაქტურ ქვეყანას ევროპული ცივილიზაციის ნაწილს შეუძლია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პარალელურად ამ პროცესების განვითარების ფონზე და ეს განვითარდება ნამდვილად უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს არამხოლოდ რეალურად ნატოში და ეს საკითხი თეორიაში რჩება დღის წესრიგში, თუმცა ნატოს გაფართოება გაჩერებული არის პრაქტიკულად, არამედ გარანტიების მიღება შეიძლება ევროკავშირშიც. და აქედან გამომდინარე თქვენ ძალიან კარგად გესმით, რატომ არის რუსეთი შეშფოთებული კი არა და გაბრაზებული, რომ სომხეთი ევროპულ ინტეგრაციას აპირებს. საქართველოს მიმართ აღარ არიან გაბრაზებული, რადგანაც აღარ ვაპირებთ. შეჩერებული გვაქვს, როგორც იცით,
2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებით ირაკლი კობახიძის ცალმხრივად შევწყვეტეთ ევროპული ინტეგრაციის პროცესი და მაგის მერე დავიწყეთ ევროპული დეზინტეგრაციის პროცესი, მათ შორის განათლების ბოლონიური მოდელიდან გამოსვლა და ყველა სხვა მიმართულებითაც, რაც შეიძლება უფრო გაწყვეტა კავშირების ევროპელებთან, ეს გახდა აქ მთავრობის რეალური დღის წესრიგი. სომხეთში მიმართულება განსხვავდება, თუმცა სომხეთს იმედი ჰქონდა, რომ საქართველოს გავლით და საქართველოსთან ერთად იქნება ეს პროცესი, ეხლა ასე არ გამოდის, ამიტომ გარკვეულწილად თურქეთის გავლით აპირებს სომხეთი ინტეგრაციული პროცესების გაგრძელებას, მაგრამ ეს ძალიან გაჭირდება და რუსეთსაც ეს გათვლა აქვს სწორედ, რომ საქართველოს გარეშე სომხეთი ამას ვერ შეძლებს. და სწორედ ამას უკავშირდება ის რეალობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია რეგიონში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო ეს მიმოხილვა. არ გვავიწყდება დალაიქება, კომენტარები, ისევე როგორც გამოწერა არხის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შეხვდებით შემდეგ გადაცემაში.